სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. დღეს არის მეოთხე კვირა დიდმარხვისა. წავიკითხეთ სახარება, რომელიც მიძღვნილი იყო წმინდა მამას იოანეს სინელს, კიბის აღწერელს და ამ დღეს განსაკუთრებულად ეკლესიამ მოიხსენია ეს ღირსეული მამა ბერობის ეს იგი ერთ-ერთი მნათობი ბერული ღვაწლის და ამით რაღაც კიდევ ბევრ რამეზე დაგვაფიქრა თუ როგორი შეიძლება იყოს ღვაწლი და საერთოდ ქრისტიანული გზა არის ღვაწლის და ოფლის, სისხლის, შრომის და თავდადების საქმე. როგორც მაცხვარე ამბობს, ვიწროარს გზა და ეკლიანი ქრისტეს გზა, გოლგოთის გზა. მარხვაც ეს არის ნებალაყოფობითი შედგომა ამ გზაზე და რაღაცის მოკლება იმისთვის, რომ ფიზიკურის მოკლება იმისათვის, რომ სულიერი მიიღო. და ვნახეთ, როგორ თალმიმდევრულად იყო ყოველ კვირას მოცემული სულიერი საკვები მრევლისთვის და დღესაც აი გამორჩეული წმინდანია, რომელმაც თვითონ სინას მთაზე წმინდა ეკატერინეს მონასტერში მოღვაწეობისას ძმათა თხოვნით აღწერა მონაზვნური ცხოვრების საფეხურები. მონაზვნური ცხოვრება და აღწერა როგორც კიბებს საფეხურებით, როგორც თქვა ძველ აღთქმაში იაკოვის გამოცხადებაში ნახა გარდამოსული ანგელოზები როგორ ადიოდნენ და ჩამოდიოდნენ კიბეზე. და აღწერა სულიერი ცხოვრება როგორც კიბე. მოკლედ იოან ეკლემაქსმა მოახდინა სისტემატიზირება ბერული ღვაწლისა. თვითონ ინტელექტუალი იყო, დაბადებული იყო კონსტანტინოპოლში მე-6 საუკუნის შუახანებში და მისი ცხოვრება გასტანა მე-7 საუკუნეების შუახანებამდე და ეს ღვაწლი, რომელიც მან თავისი ცხოვრებით შეიძინა. შემდეგ ძმათა თხოვნით, როგორც თქვით, აღწერა იმისთვის, რომ სხვებისთვის ყოფილიყო უფრო ნათელი და გასაგები. ვინაიდან კი ინტელექტუალები ბევრნი იყვნენ, მაგრამ მათ ისე ბევრნი, რომ თქვათ ესეთი დონის არა მარტო ასკეტური ლიტერატურა, ეს რაღაც ფილოსოფიური საღვთისმეტყველო, რომ შეექმნათ, შეეთხზათ. და სწორედ მან ეს კიბე დაყო 30 ნაწილად, 30 საფეხურად და პირველი საფეხური არის მიტოვება ამას ოფლისა და შესვლა მონასტერში. აქვე უნდა ვთქვათ ბერულ ღვაწლზე, რომ მოდიდან იწყება ბერობა, რა ისტორია აქვს მას ბერობა და არის თუ არა სხვა რელიგიებშიც მსგავსი რა. ზოგადად რელიგიისთვის დამახასიათებელია ასკეზა, ანუ რაღაცა ღვაწლის კეთება, ვარჯიში, სულიერი ვარჯიში, ისე როგორც ყველა საქმეს სჭირდება წვრთნა, ასევე სულიერ გზასაც სჭირდება, უფრო მეტად სჭირდება კიდევ წვრთნა. და სწორედ ამ საწვრთნელ ასკეტიზმზეა აგებული ბერობა. თუმცა მაშინ როცა ქრისტიანობა ესე იგი შემოვიდა, ანუ ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ მოციქულების დროს, პირველი ქრისტიანების დროს, ბერობა როგორც ღვაწლი ესეთი არ იყო პირდაპირ მნიშვნელობით, იმიტომ რომ ეს რაღაც განსაკუთრებული ცხოვრების წესი მაშინ ჩამოყალიბებული არ იყო. ეს უკვე მე-4 საუკუნეში ყალიბდება, როცა ქრისტიანობა გახდება სახელმწიფო რელიგია და აი ბერობის მსგავსად ღვაწლი ყოველთვის იყო, იმიტომ რომ მარხვა ყოველთვის იყო სხვადასხვა ფორმით, უფრო მსუბუქით ვიდრე დღეს არის
ლოცვა ყოველთვის იყო, თავდადება, გაღება შენი საკუთარი ცხოვრებისა, თავის უარყოფა და ჯვრის აღება ყოველთვის იყო, იმიტომ რომ მაცხოვრის სიტყვებითა მოციქულებმა მიატოვეს თავიანთი სახლები, სითბო რაღაც კერა თავისი ოჯახები და წავიდნენ კიდით ვიდრე კიდემდე სოფლისად და ქადაგებდნენ. ეს უკვე სამოციქულოებრივი ღვაწლია. და აი ამ პერიოდში ქალწულება იყო. ქალწულება როგორც ბერობის ერთ-ერთი ნაწილი ცხოვრების წესისა, ხო? მაგრამ განსაკუთრებულ ადგილას ისინი ერთად არ ცხოვრობდნენ. ქალწულებრა იყო, მორჩილება იყო, ლოცვა იყო, თავის უარყოფა ჯვისაღება იყო. მაგრამ აი ესეთი ღვაწლი რომ განუდგეს ესე იგი სოციუმს და გავიდეს სოციუმიდან ეგეთი არ იყო. ვინაიდან ეს სოციუმი მაშინ იყო დაპირისპირებული ქრისტიანობასთან და ისედაც ისე გებრძოდა რომის იმპერია სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა სიმძაფრით, რომ ამის აუცილებლობა გარეთ გასვლისა და ამ ასკეტიზმის აღებისა არ იყო, ვინაიდან ფაქტიურად სოციუმში ცხოვრების დროს თავს წირავდი, იმიტომ რომ ეს იმპერატორების ბრძანებები ხშირად ქრისტიანობის საწინააღმდეგოდ იყო და ამიტომ მათ დევნა არ აკავდა ცხოვრებაში. აი როცა უკვე შემოდის კონსტანტინეს ეპოქა, კონსტანტინე დიდს გულისხმობ, შემოდის ქრისტიანობა როგორც სახელმწიფო რელიგია, როცა ქრისტიანობა ჯილდოვდება, ეპისკოპატი სამღვდელოება დაწინაურებულია, როცა შემოდის წახალისება ქრისტიანობის, როცა იკლებს უკვე წყურვილი თავდადებისა, წყურვილი ქრისტესთვის სიკვდილისა, წყურვილი ღვაწლისა, ხო? იმიტომ რომ უკვე რაღაცნაირად ფუფუნება შემოდის, ფუფუნების საგნები შემოდიან, სამღვდელოებისა და ქრისტიანების ცხოვრება გალამაზდა, ესე იგი გამდიდრდა და ქრისტესთანაც და ეკლესიასთანაც ეკლესიაში სხვა მიდგომები წამოვიდა. აი სწორედ აი ამ პერიოდში იწყება ბერული ღვაწლი. მართლაც ამოხეთქავს ეგვიპტეში აი ესეთი ფორმა გასვლისა სოციუმიდან, ხო? პირველი ბერად თქვა წოდებული ანტონი დიდი, თუმცა ის როცა გავიდა თქვა ალექსანდრიიდან, იქ უკვე ნახა სხვა უკვე მანამდე გასული ადამიანი პავლე თებაიდელი და ანუ გასულები იყვნენ ბევრი, მაგრამ ესე აი ანახორით და ცხოვრობდნენ, ცალ-ცალკე იყვნენ ყველანი და რაღაც მონასტრული ცხოვრება არ იყო, ეს იყო ჯერ ჩანასახი ბერული ცხოვრების. ანუ რას ნიშნავს, რომ ადამიანი სრულად აი ანტონი დიდმა ესეთი თხრობა რომ მოისმინა რომ მაცხოვრის სიტყვები ტაძარში რომ გაყიდე ყველაფერი და დაურიგე გლახაკებს და გაშემომიდე ქმე. აი ეს სიტყვები როცა ბუკვალურად გაიგო, წავიდა გაყიდა, მდიდარი იყო, ყველაფერი დაურიგა გლახაკებს და წავიდა და შეუდგა ქრისტეს. აი წავიდა უდაბნოში და იქ ცხოვრობდა. და ანუ ეს არის მოცალეობითი ფორმა, ესე იგი ადამიანისა, ზოგადად ეს მოცალეობა ძველი ქართული სიტყვა, რომელიც ნიშნავს ფაქტიურად მოცლილობას, ანუ როცა მოიცლის შენ რაღაც საქმის კეთებისთვის. და აი ადამიანმა უნდა მიატოვოს ყველაფერი, თუ სულიერად უნდა რომ მთელი თავისი თავი მიუძღვნას ღმერთს, ის მიწიერ ესე იგი მიჯაჭვულობისგან უნდა დაეხსნას ყველაფერს და უნდა მოიცალოს ამ საქმისთვის. ანტიკური ფილოსოფოსები ამბობდნენ, რომ თუ ფილოსოფია გინდა დაინტერესდე, თუ გინდა ფილოსოფოსი გახდე, შეუნდა მოიცალო ფილოსოფიის. ანუ ყველაფერი უნდა დატოვო ამ ხრივ და იჯდე პლატონის მუხლებთან, ან როგორც პლატონი იჯდა, ვთქვათ, სოკრატეს მუხლებთან და ისმენდე და პოლემიკობდე და გონდეს ფილოსოფიური ასთაგასვლა გამოსვლა. და რუსთაველი კიდევ ამბობს მიჯნურობა შეუძლებელია მოცალეობის გარეშეო. თუ გიყვარს ადამიანი, მოცლილი უნდა იყოს, ესე აქვს რუსთაველს. იმიტომ რომ თუ მოცლილი არ ხარ, სიყვარულის დრო არ გექდება, გაგიყენებენ ყანაში, თოხით ხელში და
იქ არის შენი სიყვარული. მოკლედ, იმის თქვა მინდა რომ ადამიანები ადგნენ და გავიდნენ. აღარ უნდათ ეს სერვილიზმი, აღარ უნდათ ეს ნიქმნელობა, პირმოთნეობა, იმიტომ რომ ქრისტიანობა არ არის პირმოთნეობა. მე რომ ქრისტიანი გავხდი, უდელი გავხდი, ეპისკოპოსი გავხდი, შენ მაწინაურებ და ჩუქნი და ესე იგი მეფერები და რა ვიცი თბილი ცხოვრება მაქვს და კარგად ცხოვრობ, ბევრად უფრო კარგად ვიდრე დიდგვაროვნები ცხოვრობდნენ. ხო და ეს პირველი ქრისტიანებისთვის ხო წარმოუდგენენ მღვდელი თუ ხარ პავლე მოციქული ამბობს რომ ვისაც ეპისკოპოსობა უნდა, კაი საქმე დომებიაო. ამას ამბობს პავლე მოციქული, რომ კაი საქმე რას ნიშნავს, რომ ვისაც ეპისკოპოსობა უნდა, ანუ ეპისკოპოსი პირველი მიდიოდა მოსაკლავად. როცა კლავდნენ ადამიანს, ხო, ქრისტიანულ აღმოაჩენენ ქრისტიანულ რაღაც ჯგუფს და ჯგუფებას, ხო, იმ წუთშივე გამოუცხადებდნენ, რომ აბა, სიკვდილით უნდა დაიცვას და პირველი უნდა წასულიყო ეპისკოპოსი. ვისაც ეს საქმე უნდა, რომ პირველი წავიდეს და თავი დასდოს, იმას კაი საქმე უნდა, მართლაც ესია. და დღეს ბევრი მსურველი ეპისკოპოსობის თუ უკვე ეპისკოპოსი ამბობს რომ აი პავლე მოციქული ხო ამბობს რა კარგია ეპისკოპოსობა. კარგია როცა ეპისკოპოსობა გინდა. ეპისკოპოსი მაშინ მღვდელი ეპისკოპოსი ერთი სიტყვა იყო. ანუ სამღვდელო ცხოვრების წესი. ანუ მღვდელმსახურება. როცა გინდა კარგია თავისთავად მღვდელმსახურებას დიდი მადლია და დიდი სიხარულია. მაგრამ რისთვის გინდა? უპირატესად იმისთვის გინდა რომ ცხოვრება მოიწყო და აიწყო ცხოვრება და ბატონობდე რაღაც გარკვეულ ნაწილზე ხალხისა თუ იმისთვის გინდა რომ მსხვერპლი გაიღო და უფალს ემსახურო. აი აქ არის ხოლმე პრობლემა და ამიტომ ეს მოძრაობა წამოვიდა სწორედ ეგვიპტეში. იქ ასკეტური ადგილია ეგვიპტე, ბევრი უდაბნოა, ბევრი კი არა, მთლიანად უდაბნოა. მოკლედ არის ისეთი სხვადასხვა ეს ეგვიპტელები თავისი ძველი კოპტები დღეს ახლა კოპტები ქვიათ იმ ძველი ფარაონების დაუმალებს. აი ეს ეგვიპტელები თვითონაც გამოირჩეოდნენ ასკეზით. ძველი ეგვიპტური ერი და ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი რელიგიური წვლილი შეიტანეს ეგვიპტელმა ქურუმებმა და ცივილიზაციაში ხო უდიდესი წარმატებას მიაღწიეს ხო და თვითონ ეგვიპტელებიც პირველი მიიღეს ქრისტიანობა, პირველი ისინი გახდნენ ქრისტიანები, იმიტომ რომ მემსხვერპლეობა დღესაც ეს კოპტები ესე აგრძელებენ. აი ამ მუსულმანურ გარემოში ეგვიპტეში იცით რომ არაბების ცხოვრობენ და მათი მუსულმანურია ეს ქვეყანა და აქ არის 10% 8% კოპტები ბერძნულად ეგვიპტელს ნიშნავს, სხვა ერი არ არის, ეგვიპტელია რა. და აი კოპტები ვინც ცხოვრობენ, ისინი ძალიან ასკეტები არიან. აი დღემდე კაცრად ასკეზას მომხრეები არიან და მართლაც რო ნახო ეგვიპტელები, ეთიოპელები, მონოფიზიტები საერთოდ ზოგადად, ხო, ძალიან მწირად ცხოვრობენ. ნუ აი რაღაცა პირველი ქრისტიანები გეგონება, ან პირველი ბერები, იმიტომ რომ გამოქვაბულში, მოწყობილ გამოქვაბულში არ ცხოვრობენ, ტრიან გამოქვაბულში ცხოვრობენ, როგორიც არის ის გამოქვაბული, ხო? და აი ეს კოპტები დღემდე ესე არიან და ამიტომ ეგვიპტეში რაღაცა ეს ასკეზა იყო ძალიან წარმატებული და სასურველი და იმიტომაც პირველი თემი ეგვიპტური ბერმონაზნობის იყო. მოკლედ ესენი არიან ადამიანები, რომლებიც წავიდნენ და მთელი თავი მიუძღვნეს მოღვაწეობას. ორი ფორმა დღეს სახარებაში წავიკითხეთ, მაცხოვარი ამბობს ნათესავი ესე უწმინდური არა გავალს, ვიდრე ლოცვითა და მარხვით. აი ეს ორი ფორმა ჰქონდათ, ლოცვა, მარხვა და მოღვაწეობის და ამით იყვნენ მთელი დღე დაკავებულები. და ეს ძართული რამეა, წარმოიდგინეთ ასოციალურობად გასვლა სამყაროდან და ადამიანს ვერ ხედავდე წლობის განმავლობაში, ეს ცული საქმეა. და სულ მთელი შენი ტვინი დაკავებული იყოს ლოცვით და მარხვით, ძალიან რთული საქმეა და ამიტომაც ამ საქმეში ჭირდებოდათ ბევრი რაღაცა ისეთი წინააღმდეგობების დაძლევა, რომელიც აი ესე ანახორიტულ დაყუდებულ ცხოვრებას ახასიათებს და აი ერთ-ერთი იყო უმთავრესი მანამდე კლემაქსამდე იყო ევაგრე პონტოელი, რომელმაც დაწერა სისტემაში მოიყვანა
ესე იგი ბერული ღვაწლი და აი მეორე იყო კიდევ უფრო სრულყოფილად იოანე კევის აღწერელმა, როგორც გითხარით 30 საფეხურია და ყოველ დეტალს სულიერი ცხოვრებისა აღწეს. როგორ ხდება დაძლევა ბოროტისა, როგორ ხდება დაძლევა ამპარტავნებისა, როგორ ხდება სხვადასხვა საფეხურს, სხვადასხვა საქმიანობას უძღვნის ის, როგორ ხდება დაძლევა ესე იგი შენინების დათმობისა, როგორ ხდება დაძლევა იმისა, რომ იყო მორჩილი, თვინიერი, როგორ ხდება დაძლევა ბინძური აზრებისა, როგორ ხდება დაძლევა რაღაც უკან დაბრუნების სურვილის მოკვეთისა, ბნებების დაცხრომისა და ასე შემდეგ. მთელი ეს 30-29 საფეხური არის მიძღვნილი. 30 ალბათ არიზუურად მიხვდით, რომ ლაპარაკია ქრისტეს ასაკზე, როცა ის 30 წლისა გამოვიდა საქადაგებლად და ზუსტად 30 წელი, იმიტომ რომ 30 საფეხური, იმიტომ რომ მე უკვე ქრისტეს განღთაებულ ბუნებაში შედის ადამიანი და თუ 30 საფეხურს მიაღწევს, უკვე დაუცებულ მდგომარეობაში იმყოფება, როცა მას ეშმაკი ვერაფერს აკლებს. და ეს სწორედ აი ამ 29 საფეხურის შემდეგ ბოლო საფეხური აქვს სამ მთავარ სათნოებაზე მიძღვნილი, როგორც პავლე მოციქულმა თქვა ეპისტოლეში, რომ ეს არის რწმენა, სარწმუნოება, იმედი და სიყვარული. აი ეს სამი ტრიუმი თავარი სათნოებებისა, აი როგორ უნდა მოიხვეჭო ეს სულიერი სათნოება, რა პისტის, ელპიტას და აღაპე ბერძნულად, ხო ეს სამი უსათნოესი რამ, რაც ადამიანს უნდა ქონდეს. თუმცა ეს სამივე ჩვენც ყველას უნდა ქონდეს, იმიტომ რომ პავლე მოციქული ბერებს არ ელაპარაკებოდა, უბრალოდ ჩვეულებრივ ხალხს ელაპარაკებოდა, რომ ეს მთავარი სათნოებებია, როგორ შეიძლება ადამიანმა მიაღწიოს აი ამ მთავარ უმნიშვნელოვანეს სულიერ სათნოებას. როგორ ქონდეს მყარი რწმენა, როგორ ქონდეს იმის იმედი, რომ ის მიუტოვებელია და როგორ უნდა ქონდეს იმისი ძალა, რომ უყვარდეს მოყვასი იმის და მიუხედავად როგორ გექცევა შენის ის მოყვასი. აი სარწმუნოებაში ხშირად გვაქვს რომ რწმენა გერყევა არასწორი მოქმედებით, თქვა სამუდელოებისა, თქვა წმინდანისა, ან რაღაცა შეგირყევს რწმენას, ან რაღაც მეცნიერულ აღმოჩენას დადებენ სოციალურ სქესში და უკვე შეერყევა რწმენა და ვაი იძახის ეს თუ ესია მაშინ ესე იგი ჩვენი რწმენა ტყუილია. ან და როგორ უნდა ქონდეს იმედი, აი ესეთი რაღაც შეურყეველი იმედი, ნახეთ სათნოებაა იმედი, რომ რატო უნდა ქონდეს ეს იმედი, იმიტომ რომ ყველა რელიგიური ცოდნა, რომელიც ქრისტემდე იყო, ყველა რაღაც ადამიანს იმედს კი აძლევდა, მაგრამ ეს იმედი იყო შერყეული, იმიტომ რომ ბოლო ან ცხონდები, ან არ ცხონდები, ან ღმერთს უყვარხარ, ან არ უყვარხარ, ან ასრულებ ამ ცნებებს, ან ვერ ასრულებ, იმიტომ რომ მაგალითად ებრაელებში 613 ცნებაა წარმოიდგინე და ეხლა 613 შესრულება ყოველდღიურად წარმოუდგენელია, ხო და ამიტომ აი ეს ნეგატივი რაღაც უკიდურესად შესვლა იმაში უსასოებაში არის ერთ-ერთი ცუდი რამ. და ეს სასოება როგორც იმედი იმისა, რომ შენ ყოველთვის ღმერთი შენსკენ არის, შემხარეს არის და არ გტოვებს არაფერში და იმ ტკივიში, იმ წვალებაში, იმ ტანჯვაში, რომელიც თვითონ ჩვენთაგანს აქვს, ღმერთი შემოდის, ქრისტე შემოდის თავისი ტკივილით, ტანჯვით და წამებით, რომელიც თვითონ განიცა და იმიტომ რომ შენთან ერთად ყოფილიყო სრულად და მიიღო ის, რაც შენ მიიღე ცოდვით დაცემის შემდეგ, ხომ? ამის წმენა და დაჯერება და ამის იმედი რომ არ უნდა მოიშალო, ეს არის სათნოება, რომ არასდროს არ უნდა დაგავიწყდეს, რომ ღმერთი ყოველად მოწყალია ღმერთი და ამის იმედი ყოველთვის უნდა ქონდეს და მერე სიყვარული აი ამ ორ მთავარ სათნოებაზე დაფუძნებული, იქ სადაც იმის და მიუხედავად შენ როგორ გექცევიან, შენ რჩები ქრისტიანად და ექცევი ისე როგორც ქრისტემ დაგვებარა და სიყვარული ციტფოთი და მთელი ძალისხმევით სათნოეყოფი ადამიანს. და აი ეს დღევანდელი დღე სწორედ ამ
უდიდეს მამას აქვს მიძღვნილი, მამაზეა მიძღვნილი, სხვათა შორის ეკითხებოდნენ მამებს, რომ ესე იგი ეს მარტო ასკეტური ლიტერატურა და წაიკითხოს მხოლოდ ბერებმა და ბერებისთვის არის თუ ერისკაცმა შეიძლება წაიკითხოს და პასუხობს, რომ ერისკაცმაც უნდა წაიკითხოს, იმიტომ რომ იცოდეს რაზეა ლაპარაკი, რომ ეს მის ცხოვრებაში ძალიან ბევრ სათნოებას მოუტანს. იმიტომ რომ ბრძოლის ველზე ერისკაცის დგას და ბერიც დგას. და ამიტომ უბრალოდ არ უნდა გადაამალაშოს ხშირად ჩვენ ერში გვიყვარს გადამლაშება განსაკუთრებით სამდელოებას, რაღაცა ლიტერატურას წავიკითხებ და გონია რომ ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც იქ წერია და აღმოჩნდება რომ ჩვენ კი არ ვაკეთებთ იმას, უბრალოდ ვიცით ჩვენ იმაზე და სხვა ხვის თითის დასაქმნელად ძალიან კარგად ვიყენებთ ხოლმე ოსტატურად, ასე ვთქვათ. და ხშირად არის მე ნანახიც მყავს მოძღვრები, რომლებიც აი ესე ასკეტობენ ერში. რაც სიმახინჯემდე მიდის და დამახინჯებულ ფორმებს იძენს. იმიტომ რომ პირველი საფეხური აქ წერია. არის დაატოვეს სოფელი და წადი მონასტერში, მორჩა უკვე. როგორც კი აქინა რაღაცების შესრულებებს იწყებ, აი ესე, როგორც ითხოვს ის იმ წუთშივე დარღვევა გაქვს რა, იმიტომ რომ დაატოვეს სოფელი და წადი. ეს არ არის უბრალოდ ნათქვამი. ეს არ არის იქაც შეგიძლია ეკლესიაში აკეთო იგივე და ეხლა დაადგე და იესოს ლოცვა განუწყვეტლივ ილოცო იმაში ერში და იარო ბაზარში და რაღაც ფეხბურთის საყურებლად და მერე ილოცო იესოს ლოცვები განუწყვეტელი ლოცვა. ეს არ არის საერო საქმე, მაგრამ საერო საქმე ის არის, რომ ბრძოლობ შენ ისევე როგორც მამები ბრძოლობდნენ. და ცოდვა ისევე შემოდის შენთანაც როგორც შედიოდა ბერს. სხვათა შორის ცოდვის შემოსვლის ფორმები აქვს აღწერილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც შემოდის ადამიანში ცოდვა, ჯერ ჩდება აზრი, შემდეგ შენ შეყევხარ დიალოგში ამ აზრთან, შემდეგ იწყება დათანხმება ამ აზრზე და შემდეგ იწყება ცოდვის ჩადენა და შემდეგ იწყება მიჯაჭვულობა ამ ცოდვაზე ხელმარეობის შედეგად. და ეს მოდელი, რომლითაც ბოროტი ებრძვის ადამიანს, გვებრძვის ჩვენს, ამიტომ არის საჭირო ეს. ესეთი რაღაცების გაგება, ამიტომ არის და არა იმიტომ, რომ აი ესე რაღაც მექანიკურად, არტისტულად მიბაძო, სახე მოიჭმუჭნო, წვერი გრძლად მოუშვა და რაღაცა დახეული ჩაიცვა. და გეგონოს რომ ასკეტო და სხვას აჩვენებდე რომ მაგარი ასკეტი ხარ. აი ესეთები იყვნენ სხვათა შორის, როგორც კი წავიდნენ მონასტერში ერთ წელიწადში უკან ბრუნდებოდნენ, იმიტომ რომ არც ასკეტობა უნდა და აღარაფერი აღარ უნდა, იმიტომ რომ რეალურად ეს იყო რაღაცა იმიტირება, პაროდია იმისი რაც სინამდვილეში. აი როგორც ეხლა მსახიობს, რომელიც თამაშობს აგენტ 007-ს, მოთხოვო ეხლა იგივე გააკეთოს ცხოვრებაში და ისეთივე ისინი ჩაიდინოს, რა ქვია, გმირობები, როგორც წარმოდგენილი იყო ფილმში, ხო? წარმოუდგენელია და ესეთი გადამეტებული, დამოკიდებული და არასწორი გამოყენება ლიტერატურის ესეც შესაძლებელია. მოკლედ ღმერთმა დაგლოცოთ ღირსი მამა იოანე სინელიკიბის აღწერილი ყოფილიყოს ჩვენი წინამძღოლი ამ არხვაში, შემდეგ კვირაში გვეყოლება წინამძღვრად მარიამ ეგვიპტელი და მის ასკეტიზმზეც კი ვილაპარაკებთ. დაგლოცოთ ღმერთმა და ბედნიერად გამოდგეთ.